Hello. Oh. არ გვაქვს, მაგრამ თოვლი გვაქვს. ხარი. ყველას კაი გამარჯობა. ხუთაისელი კაცი გამოვცდი წვიმიან იმერეთს და ვარ ყაზბეგში. სუფთა სალაშქრო ამინდია. ზე არის ოდნავ ქარია და აი გერგეთის სამება იქ არის. ეხლა ვიმყოფებით საბეწრეს უღელტეხილზე. სულ მალე აქ გადავალ. აი ქვემოდან უკვე ეს ბოლო ხედია, სადაც გერგეთის სამება ჩანს და აი ხალხო ეს ნახეთ, რა ვიცი. ღმერთო ჩემო, რამთები გვაქვს. ეს არხი როგორ არ უნდა გამოიწერო რა. მიდი. ვა, ნახეთ ხალხო რა კაი კაფე გაუკეთებიათ. ესეთი კაი ფერის არის, ჰა? შავი. Hello. Thank you. Bye. Slavia წინ. $12,000 გამომწერზე. ყინვარწვერს ხედავთ? ჩვენ ავიდეთ ყინვარწვერზე თუ $12,000 გამომწერი მეყოლება. აი როგორ კარგად არის შიგნით. აი როგორ ყოჩაღატრიალებს იქ ყველაფერი. ვოუ. ჩემ უკან ხედავთ რა ხდება. ეს არის ახალი ლეველი. მე აქ დავიბადე თავიდან. და რატო დავიბადე იცი თავიდან? აქამდე ვიყავი ძალიან სუსტი ადამიანი. ეხლა კი ოდნავ უფრო ძლიერი ვარ. არ ვიცი ხალხო, აი ყველაფერს გეტყვით რა, აი აქ რა ხდებოდა, იმას გეტყვით ყველაფერს, იმიტომ რომ დღეს საუბარი შემიძლია. ერთად ნახოთ როგორი არის კაფე მყინვარწვერის შიდა ინტერიერი. ეხლა ვალაგებთ აქაურობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დარბაზი, სადაც სტუმრები მოთავსდებიან. აი ესეც. აგერ შეფი ონისე მოგიტან აუცილებლად. რა თქმა უნდა შეფ ონისე სჭირდება ცხელი წყალი. ზუსტად ეს მოვალება მეკისრება აქ, ვიკოს სივრცის დამხმარე, ასევე შეფის დამხმარე. ეს არის ჩემი ოთახი. ზღარშორის ბევრი მთასვლელი ყოფილა აქ, იმიტომ რომ ეს ნივთები ყველა ამათია. გონია წყალი გვაქვს? არ გვაქვს, მაგრამ თოვლი გვაქვს. ზემოთ არის მყინვარწვერი, უბრალოდ ეხა ისეთი თხლეშვა ქარბუქია. ესეთ ამებში ვართ მეტეს აგურზე. ეხა ცოტა დაწნარდა ქარი, თორე რავი, აქ ვერ გავჩერდებოდი, ისეთ ამბავი იყო. როგორ უნდა მოვიპოვოთ წყალი? აი, როგორი სუფთა წყალი გვაქვს. ამას კი აკლია აშკარად. ამიტომ მარტივი მეთოდი. აი, ერთი ჭიქა თოვლი ჩააგდე. აი, მეორე ჩააგდე. ამას ვაკეთებ იქამდე სანამ არ გაივსება ეს ჭურჭელი. ესეთი გამოვიდა. უკანა ფონზე ჩვენ გვაქვს ყაზბეგის მეტეოსადგური, იგივე ბეთლემის ქოხი. ეს შენობა მდებარეობს ზღვის დონიდან 3600 მეტრზე. მისი ამჟამინდელი ფუნქცია მიიღოს მყინვარწვერზე მიმავალი ტურისტები. თუ დააკვირდებით, აქვს ნავის ფორმა. თავდაპირველად თურმე აშენებულა დაახლოებით 1930-იან წლებში და იყო ხის. თუმცა ესეთ პირობებში შეუძლებელია ხის შენობამ გაძლოს. 11 წელი დააჭირდა ზუსტად, რომ ეხლანდელი სახე მიიღო. მას ასევე ჰქონდა სამხედრო დანიშნულებაც, აქედან კონტროლდებოდა ეს მთლიანი ხეობა. ეს ღია ტერიტორია წარმოადგენს საბანაკე ადგილებს ზაფხულში, აი ვისაც კარვით სურს აქ წამოსვლა. და ნახეთ,
როგორი ხედია, აი დღეს ამინდი გამოვიდა და გვიხარია ყველას. ბეთლემის ქალაქს იმიტომ ეძახიან, რომ აქ არის ბეთლემის გამოქვაბული, ზღვის დონიდან 4100 მეტრზე და შესაბამისად დაერქვა ამ შენობასაც. აუცილებლად ვეცდები რომ ავიდე ბეთლემის ქალაქზე და განახოთ იქაურობა. ეხა საუბარი ზოგადად ძალიან მიჭირს იმ მხრივ რომ ერთი წლამდე რომ გადავაბა უნდა ჩავისუნთქო. და ეს არის აკლიმატიზაციის ბრალი. ეხა ვარ 3700 მეტრზე დაახლოებით და ნორმალურ ადამიანს ვინც ბარში ცხოვრობს და გაზრდილია, ჭირდება რომ აი ენერგია დაზოგოს თუნდაც საუბრის დროს. და ესეთი თავი ნიუანსია რა. როცა რამდენიმე დღე აქ ხარ, აკლიმატიზაციას ეჩვევი და დროთა დრო უფრო ძლიერი ხდები, ასე რომ ვთქვათ, ამიტომ იარეთ მთაში და გახდით ძლიერი. და მოიწონეთ ჩემი ვიდეო. აი ზემოთ ხედი კიდე რა ვიცი. შეფონიცე მყინვარწვერზე გვირდება რომ არ მოგვაკლებს გემრიელ კერძებს. ლაივში ვარ. ყაზბეგი ლაივი. ლაივში ხარ, ლაივში. ეხლა მოვდივართ ერთ-ერთ ძალიან კარგ ადგილას, სადაც მუდმივად ფრიალებს დროშა, ალბათ აქაც საქანელა იქნებოდა. იმედი მაქვს ზაფხულზე იქნება საქანელა. თაში დაღუპული მეგობრების მემორიალი, აი ესეც. საქანელა რატო არ გვაქვს? საქანელა გახანდებოდი? კაი ბიჭო, აუდიტორიასთან ისე იყავი, რა იყო. საქანელაზეც მაო, აბა ახლა. ონის ეს კაი იუმორი აქვს. ამაზე კაი რამე, არის თქვენ დაწერეთ კომენტარებში რა არის. და რა უნდა ახლა ქუთაისელ კაცს აქანე? ზუსტად არის ეს მომენტი, რომ მაგალითისთვის ქალაქში მე ვარ ძალიან სუსტი ადამიანი. ქალაქში უფრო რთულია გადარჩე ვიდრე აქ. იმიტომ რომ აქ გაქვს მიზანი, აქ იცი რომ ან გადარჩები, ან არა. შესაბამისად ბოლომდე აკეთებ საქმეს. აქ რო ამოვედი, აი 3 დღე ერთი ვიდეოც არ ჩამიწერე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავი. აკლიმატიზაციის გამო. ჩემ თავზე ხო არის მყინვარწვერი. ესე შემოტრიალდება და ეს ტერიტორია არის მყინვარის ძირი. აქ არის მყინვარის ყინული. აი, ქვემოთ ხედავთ არის ღია ადგილი, სადაც უკვე თავდება ყინული და ეს არის გლობალური დათბობის ბრალი. აქედან ჩანს რომ ყინვარი ძალიან მოკლებულია და რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია ყველაფრისთვის, ჩვენთვის. აქ არ უნდა გადაადგილდეთ მარტო, იმიტომ რომ ზაფხულში აქ ყინულები იხსნება. თუ ისეთი კარგი მცოდნე გიდი არ ყავს, რთულია რომ გადაადგილდე რა. შეიძლება სამე ნაპრალში ჩავარდე. ამიტომ არ ჩავარდეთ ნაპრალში და გამოიწერეთ ჩემი არხი. ვაუ. უყურებთ ფეხბურთს, საქართველოს რუმინეთი. აქვე გვაქვს სუხარი. სანამ ფეხბურთია, აუცილებლად უნდა გითხრათ აკლიმატიზაციისთვის რა გავიარე. პირველი ღამის თევა მქონდა დეკაში, ეს არის თავშესაფარი, კაფე და არის ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე. უკვე გრძნობდი რომ გახშირებულ სუნთქვას, აი ეს იყო რომ სუნთქვა არ მყოფნიდა, ანუ ჰაერი, ესეთი მდგომარეობა, აი ნორმალურ მდგომარეობაში რაცა თქვენ ქალაქში ხართ. ერთი ჩასუნთქვა საკმარისია რომ აი სრული ჰაერი მიიღო, მაგრამ 3000 მეტრზე უკვე შევატყვე რომ თითქმის 1.5 ან 2 ჩასუნთქვა მჭირდებოდა. ნორმალურად მეცინა ასე თუ ისე 3000 მეტრზე მაინც პირველი დღე იყო და შემდეგ მეორე დღეს როცა დავიცარი აშკარად აი სიარულის დროს რაღაც ყოველ 10 მეტრში მჭირდებოდა ისეთი შესვენება რომ აი მე როცა დამწყნარდებოდა პულსი მე ვაგრძელებდი გზას. ამის შემდეგ ამოვედი ზღვის დონიდან 3700 მეტრზე. არ შემსუბუქებულა საქმე, არამედ პირიქით. პენალტი? ამოწევს. თუ პენალტია გამოიწერეთ ჩემი არხი. და ვამბობდი შემდეგს რომ აკლიმატიზაციის პიკი იყო. გრძნობდი სისუსტეს, რაღაც ჰაერი საერთოდ არ მყოფნიდა, თუმცა ეხლა რა მოხდა? აი ამ კაფეში ძალიან ბევრი საქმე მქონდა, სრულად დასალაგებელი იყო. ამან გამოიწვია ის რომ პირიქით ჩემი აკლიმატიზაცია შედარებით შემსუბუქდა. გავიაზროთ ეხლა. როცა თქვენ
აღმოჩნდებით ესეთ მდგომარეობაში პირიქით არ უნდა გაჩერდეთ და ბევრი უნდა იმოძრაოთ. რაღაც უნდა გააკეთოთ, რომ ეს გულისცემა მიეჩვიოს, სხეული გადაეწყოს ამ ჰაერზე, მახსოვს, რომ 2 დღის განმავლობაში 1 საათიც არ მეცინა. აი სრულად თვალები მქონდა ღია. რაც მთავარია, ეს არის დროზე დამოკიდებული ქმედება. 1, 2, 3 დღის შემდეგ აკლიმატიზაცია სამცირდება. ეხა ფიზიკურად გრძნობა უფრო ენერგია უფრო მემატება და ხოცევა. ახლა ამას ვერ დაგეგმავ. რატო არ იქცევე მოლაშქრეები იცით? ფეხები მაიცის რა არ უნდა წაიქცე. მე ტვინი ადრენალის აწვდის. 9 დღე ვიყავი მეტეო სადგურზე, ბრუნდები ბარში. ეს იყო როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოცდა ჩემთვის. ივლისში ისევ ბრუნდები მყინვარ წვერზე და ჩემი შემდეგი ვიდეო იქნება როგორ ავიდეთ მყინვარ წვერზე. გეტყვით ყველა დეტალს, რა ტიპის აღჭურვილობა გჭირდებათ, ფინანსურად რა შეიძლება დაგიჭდეთ და რები უნდა გაითვალისწინოთ. ბევრი ისეთი რჩევა მაქვს, რაც მყინვარ წვერზე ასვლას და მეტეოზე ცხოვრებას გაგიადვილდებთ. ეხლა ძალიან მალე ჩავალთ გერგეთის სამებასთან და ამით დაგემშვიდობებით გამოიწერეთ ჩემი არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ვაიმე როგორ წეადგა. დადგა. ვაიმე რა მაგარი ტიპია просто. ნახე რა მაგარი. შეშედა. აი თეთრებიც ყოფილა. ო, ეს ახლოს მოდის. წამო. დავტოვოთ მარტო. ნახეთ ხალხო, ეს ეგია ბუნება. ეს არის ბუნება და ბრუნდებით ახლა ჯუნგლებში თბილისში. ნახე ეს მოყვება წამოსვლა უნდა.